არის დღეები, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, ყოველი დღის განმავლობაში არის რამდენიმე ზუსტი ასპექტი, ტრანზიტულ ასტროლოგიას თუ განვიხილავთ, მაგრამ არის დღეები, როდესაც საერთოდ არ არის ასპექტი, არც ერთი ასპექტი, არც ერთი ზუსტი ასპექტი, არის ასეთი დღეები და ესეთ დროს ადამიანი მაინც და მაინც პროგნოზს ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არც არაფერი მნიშვნელოვანი ამ დღეს არ ხდება და არც არის რეკომენდირებული რომ რაიმე მნიშვნელოვანი ამ დღეს მოხდეს. თუ ამ კითხვას მაინც რომ თუ არ არის ზუსტი ასპექტები დღის განმავლობაში, მაშინ ადამიანი ხო მაინც ცხოვრობს, მაინც დგება, აკეთებს კონკრეტულ საქმეებს, სვამს, ჭამს, გადის სადმე, აქვს ურთიერთობები, ხო? დღის განმავლობაში და რატომ ხდება ესე? ანუ ადამიანი ხო ცხოვრებას არ წყვეტს მიუხედავად იმისა, რომ არ არის კონკრეტული დღეს ზუსტი ასპექტები. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს ასტროლოგიაში, ანუ ეს ყველაფერი არის იერარქიულად, არავინ ასტროლოგიაში არ აანალიზებს იმას, რომ თქვენ ყოველ დღე ადრე ადგებით თუ გვიან ადგებით და როდის რა საკვებს მიიღებს, ეს ყველაფერი არის მეორადი ასპექტების ანალიზის თემა. ანუ არსებობს მაჟორული ასპექტები რუკაში და არსებობს მინორული ასპექტები. მინორული ასპექტები არის ძალიან ბევრი, 30-მდე დაახლოებით. ჩვენ ვაანალიზებთ მხოლოდ მაჟორულ ასპექტებს, 5 მაჟორულ ასპექტს და 5 მაჟორული ასპექტის მიღმა არის ძალიან ბევრი მინორული ასპექტი, რომელიც აი ესე ყოველდღე ამოძრავებს ადამიანს და უბიძგებს რაღაც კონკრეტულ ან ქმნის კონკრეტულ სიტუაციას, რაც მისთვის ან კარგი იქნება ამ ადამიანისთვის ან ცუდი. ამ მინორულ ასპექტებში კონკრეტული ასპექტები არის ჩვეულებრივი ესეთი პრაქტიკული ასტროლოგიის, რომელიც კონკრეტულ მოვლენას განაპირობებს, კონკრეტულ ხასიათის რაღაც თვისებებს განაპირობებს, არის კონკრეტული ასპექტები კარმული, რომელიც კარმულ მოვლენებს განაპირობებს, ეს არ არის აუცილებელი, ჩვენ ვიცით, რომ კარმული მოვლენა არ არის აუცილებელი იყოს რამე გლობალური. კარმული მოვლენა არის ელემენტარული, წიგნს რო წაიკითხავ და რამე ისეთ მნიშვნელოვან ტექსტს აღმოაჩენ, ან აღმოაჩენ წინადადებას, რომელიც დაგაფიქრებს, შენზე რაღაც კონკრეტული გავლენა ექნება. ესეც ჩვეულებრივი კარმული მოვლენაა. ქუჩაში შეიძლება გაიარო და ვიღაც დაინახო და დაგაფიქროს, ან რაღაც დაინახო, ჩაიარო და რაღაც შეამჩნიო, მაგალითად როგორი ლამაზი არის თუნდაც ფოთოლი ხეზე და დაგაფიქროს და უფრო პოზიტიურად შეგახედოს ცხოვრებას. ანუ ეს ყველაფერი ნებისმიერი მოვლენა, რაც არის სამყაროში, ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება იყოს ჩვეულებრივად კარმული. ანუ კარმული გულისხმობს იმას, რომ იქნება ესე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ თემას გვასწავლის, რაღაც ინფორმაცია მოაქვს ჩვენამდე. არის შემოქმედებითი ასპექტები, რომელიც უფრო ხელოვნებისკენ, უფრო ფიქრისკენ, კრეატივისკენ გვიბიძგებს, ანუ მინორული ასპექტები განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ უბრალოდ ვაანალიზებთ მხოლოდ მნიშვნელოვან მაჟორულ ასპექტებს.